თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი ნაკრების შემადგენლობის გადახალისებას არ გამორიცხავს. სხიერელი დღეს ფალავანთა კლუბში მივიდა, სადაც საწვრთნელი პროცესი ისევ არ განახლებულა. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ შეუცვლელი არავინაა და თუკი სპორტსმენები ვარჯიშს არ გააგრძელებენ და საქართველოს ჩემპიონატში არ მიიღებენ მონაწილეობას, ეროვნული ნაკრები ახალი მოჭიდავეებით დაკომპლექტდება. ნაკრები კი ვარჯიშის გაგრძელებას ლუკა კურტანიძის გადადგომამდე არ აპირებს. გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ პრეტენზია ნაკრების მწვრთნელებთან არ აქვს და მხოლოდ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე კი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მოჭიდავეთა ნაკრებმა სავარჯიშო პროცესი რამდენიმე დღე არ შეწყვეტა. გამორიცხულია ჩემგან, რომ სანამ არ დაალაგდება სიტუაცია და სანამ თვითონ ნაკრების წევრები არ განაცხადებენ თანხმობას, რომ მე მათთან ვიმუშაო, მე არ გავაკეთებ იმას, რომ მაგალითად ვინმე ჩემს მიმართ განწყობილი იყოს როგორც მოწინააღმდეგე და მე დარბაზში შევიდე. მწვრთნელებთან ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს. ნუგზარ სხიერელთან ვიმუშავე ახალგაზრდებში რო ვიყავი, ჩვენი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ლუკა კურტანიძის წესთან გვაქვს პრობლემა და წავიდეს და დატოვეს თანამდებობა.